მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ტაროლოგიურ გვერდზე. დღეს გვექნება გაშლა სახელწოდებით ბუმერანგი. რა ბუმერანგი უბრუნდება იმ ადამიანს, ვინც არასამართლიანად მოგექცათ. ვინც თქვენდამი გააკეთა ბოროტება, ესე ვთქვათ, ხო? ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანი, ან ის ადამიანი, ვინც კონკრეტულად ზოგადი კუთხით თქვენთან მიმართებაში არასამართლიანად მოიქცა. ვარიანტების რაოდენობა, როგორც ყოველთვის გექნება, 3 ვარიანტი, 3 სიტუაცია, თითო ვარიანტი შეგიძლიათ თითო ადამიანი ჩაიფიქროთ. ენერგობალანსირებისთვის მნიშვნელოვანი არის თქვენი მხრიდან, მათ ვისაც ჩემი არხი გამოწერილი არ აქვთ, არხი გამოიწერონ. ვისაც გაქვთ გამოწერილი, მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ. პირადი კონსულტაციებისთვის მეკავშირდებით პირადში, Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული სიტუაცია, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, დაფიქრდით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, ის რომელიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, რომელიც ყველაზე მეტად დაგიძახებთ, მათ ვინც არჩევა ვერ მოასწრეთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ. პირველი, მეორე, მესამე, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მათ ვინც აირჩიეთ არსებული ვარიანტი, რა ბუმერანგი უბრუნდება არსებულ პიროვნებას. შეხედეთ აქ როგორი მომენტი არის. აქ პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა გამარჯვებული პოზიციის მდგომარეობიდან პირდაპირ მიჩვენებს, რომ გადადის პასიური მდგომარეობის სიტუაციაში. რაღაცა მომენტში შეიძლება ამ ადამიანს ეგონოს, რომ აი მე ეს რაღაცა რაც გავაკეთე მოგებულ პოზიციაში ვარ, რაღაცა მომენტში წინ წავიწიე, მისთვის სასარგებლო არის, მაგრამ რეალურად თვითონვე გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი, რომ იყოს პარალიზირებულ მდგომარეობაში. აი ამ მომენტისთვის და ამ სიტუაციებისთვის პროცესები ნელ-ნელა უკვე ჩართული არის თამამად შემეძლია თქვა, ანუ განაჩენი როგორც ასეთი რა შეიძლება იყოს ბუმერანგი. პირდაპირ მნიშვნელობით პრობლემა გულის არესთან დაკავშირებით. პირდაპირ გულსის ზარღვების სიტუაციაში ჯანმრთელობის პრობლემის მდგომარეობა. დაულაგებლობა პირადის თვალსაზრისით ურთიერთობებში არეულობის სიტუაცია. ზოგადად ჩაკეტილობა ნებისმიერ ასპექტში იქნება ფინანსური, იქნება კარიერული კუთხით, იქნება ეს ზოგადად ურთიერთობების სიტუაცია. ანუ ბუმერანგი ზუსტად იმ ადგილებში არტყავს ამ არსებულ ადამიანს, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ყველაზე უფრო მეტად ცდილობს რომ მიაღწიოს წინ წავიდეს განვითარდეს, ანუ ფაქტიურად ეს ადამიანი ხდება პარალიზირებულ მდგომარეობაში, საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, საკუთარ რაღაც გარკვეულ სახის ბარიერებში, რა კუთხითაც მიზნებულ პოზიციაში არის და ვეღარ ვითარდება. ანუ გარდა ჯანმრთელობის თემისა, კი ნახეთ რა ბუმერანგიც უბრუნდება არსებულ ადამიანს. ასე რომ საკმაოდ მწარედ ურტყავს ეს ყველაფერი, როგორც თქვა აღმაფრენი და დაღმაფრენამდე, ხო? რაღაცა მაღლა ავარნილი სიტუაციიდან წესოს მდგომარეობიდან უკანასკნელ მდგომარეობამდე დაცემის სიტუაციას აჩვენებს არსებულ ვარიანტზე. გადავიდეთ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე, მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ. არსებული ადამიანი რა ბუმერანგის პრინციპი უბრუნდება არსებულ ადამიანს. პირველივე აქ რაც ამომდის, ხო მატერიალური თვალსაზრისით თვითონ ერთი შეხედვით შეიძლება გაშემოყოფებს ეჩვენებოდეს, რომ მყარათარი დასტაბილურებული არის, მაგრამ აქ პირდაპირ შვიდიანი თასების მდგომარეობით მიჩვენებს, რომ შესაძლებელი არის გადაეშვას მისი მდგომარეობა უკვე ილუზიურ სიტუაციებში. ხშირად დაუშვას შეცდომები საქმიანი თვალსაზრისით ბიზნესის მიმართულებაში, ანუ ყველაფერი რაც მატერიალურ თემებში არის დაკავშირებული, ისეთი შეცდომები შეიძლება დაუშვას და რაღაცა მომენტში არასწორი ქმედებები, რის ხარჯზეც საკმაოდ ბევრი დანაკარგი ჰქონდეს მატერიალურ თემაში. მეორე ასპექტი შეიძლება რომელიც გადათამაშდეს, ეს იყოს მიდრეკილებები მავნებლობის მიმართ. თუ მამაკაცების სიტუაცია შევხედავთ, ეს შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით იყოს ალკოჰოლის მდგომარეობა, შეიძლება იყოს რაღაცა მოსაწევი სიტუაცია, შეიძლება იყოს აზარტული თამაშები და ასე შემდეგ, ხო? ხოლო ქალბატონის შემთხვევაში პირდაპირ მნიშვნელობით ილუზიებში ყოფნა, შეიძლება პირადის კუთხით დაულაგებლობები ჰქონდეს, რაღაცა უსიამოვნებები, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით პირად ურთიერთობაში ჰქონდეს ძალადობის თემებიც, ესე ვიტყოდი, ხო? მაგრამ თავს იტყუებდეს, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ურთიერთობაში სიყვარული არის, რომ ყველაფერი დალაგებული არის. ანუ ქალისა და კაცის შემთხვევაშიც ვინც არ უნდა იყოს, პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ ურტყავს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაში. სიყვარულის პოზიციაში, ურთიერთობების თემაში და ყველაზე მეტად აქ რაც არის გამოკვეთილი ფული და ფული. პირდაპირ ფულის სიტუაციებში. ასევე ჩანაფიქრები, რაც კი შეიძლება ჩაფიქრებული ჰქონდეს, საკმაოდ დიდი იმედ
გაცრუების მომენტებს მიჩვენებს, ილუზიებში ყოფნის თემას და მოტყუების შანსები აქვს საკმაოდ დიდი, რომ ეს ადამიანი მოატყონ, გამოიყენონ, დააკარგინონ გარკვეული სახის მატერიალური მდგომარეობა, ესე ვიტყოდ. Აი ესეთი იყო მეორე ვარიანტის არსებული ინფორმაცია, დამიწერეთ რამდენად ახლოს იყო არსებული თემებთან. გადავდივართ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებზე. მესამე ვარიანტის წარმომადგენლებს რა ბუმერანგი უბრუნდებათ და აქ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იცი როგორი მდგომარეობა არის არსებულ სიტუაციაში მესამე ვარიანტზე ვიტყოდი გარკვეული კუთხით ეს ადამიანი ფიქრობს, რომ დამნაშავე შეიძლება მე არ ვიყო ბოლომდე. ის რომ მე ბოლომდე ამ თემაში არ ვტყუოდე. მისი ხედვით და მისი მდგომარეობით არსებულ სიტუაციაში შენს გადანაშაულებს თითქოს შენს თანამონაწილე ხარ რაღაცა კონკრეტული სიტუაციის, შენი ბრალიც არის გარკვეული სახის თემები, ხო? არსებულ თემაში რასაც მიჩვენებს, სიტუაციური კუთხით ვიტყოდი ესე, რომ რაღაცა მომენტში ბოლომდე თლად წარედ ვერ დაუბრუნდება, როგორც შეიძლება თქვენ გინდოდათ, მაგრამ აქ მიჩვენებს, რომ ძნელად მოპოვების სიტუაციები ექნება. აი აქამდე თუ რაღაც მომენტში საკმაოდ წინ მიდიოდა და ვითარდებოდა, არსებული ფონის სიტუაციების კუთხით მიჩვენებს, რომ საკმაოდ ძნელად აღწევს ყველაფერს. ბევრი წვალების ფონზე ეძლევა ეს ყველაფერი, რაღაცა ჩაფიქრებული სიტუაციები შეიძლება ისე არ წაუვიდეს, როგორც უნდადეს. მოდი აქ დავაზუსტოთ უფრო მეტად კონკრეტულად რა სახის ბუმერანგი უბრუნდება, რა კუთხით არის ეს შემოფარგლული. პირდაპირ მნიშვნელობით მიჯაჭვულობის კუთხით მიჯაჭვული ხდება კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ სიტუაციებზე. აქ უკვე ფსიქოლოგიური პრობლემების თემად შეიძლება ვთქვათ, გადართულობა, რაღაც აკვიატებებზე, მანიაკალური დამოკიდებულების მდგომარეობა, თითქოს ადამიანი ხდება არაადეკვატური ფსიქოლოგიურად, არაჯანსაღი პოზიციის მაჩვენებელი, ხო? ადამიანი, რომელიც არაადეკვატური ხდება, ესე ვიტყოდი, არაჯანსაღი ფსიქიკის მატარებელი ხდება. მას პირდაპირ ბუმერანგის თემა ურტყავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფსიქოემოციონალურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ აქ პირდაპირ მიჩვენებს, რომ ადამიანი არის არაადეკვატური, ახასიათებს აკვიატებები, მიჯაჭვულობები, რაღაცა პანიკური შეტევები შეიძლება იყოს, პანიკური შიშები, დააკარგვის თემისა, აი ყველაფერი, რაც არაჯანსაღ თემებთან არის დაკავშირებული, ესე ვიტყოდი, ხო? ასეთი იყო მესამე ვარიანტის არსებული ინფორმაცია, დამიწერეთ რამდენად რეზონირდა, რამდენად ახლოს იყო ზოგადად თქვენთან არსებული თემები. პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით Facebook-ის ან Instagram-ის არსებულ გვერდზე, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ სიახლეები ნახვამდის.